გავიგეთ რომ შემოდიოდა ბათუმში რუსული საკრუიზო გემი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი და ეს კრუიზი ხშირად სტუმრობს ოკუპირებულ აფხაზეთს და ყველაზე ცუდი რაც იყო ამ ამბავში ის იყო რომ პროპაგანდისტები მოყავდა, რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. Რა თქმა უნდა, ამაზე საზოგადოებას ბათუმელებს განსაკუთრებული მწვავე რეაქცია ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ხალხი რომელიც ჩვენ ქვეყანას პატივს არ სცემს, არ უნდა იღებდეს ჩვენი ქვეყნის სიკეთეებს. თუნდაც გავლითაც კი არ უნდა შემოუშვან საქართველოში, არათუ დასასვენებლად და ელარჯით გასამასპინძლებლად და ბათუმის ბუნებით და კულინარიით დასატკბობად. შესაბამისად გავედით დილით გამთენიოს, როდესაც გემი შემოდიოდა, ჯერ კიდე არ იყო ჩამომდგარი. გავედი აქციაზე, აბსოლუტურად მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი. ზოგადად ხდება ხოლმე რომ შეიძლება ადამიანი გამოხვიდდეს ყოფილი ძალიან ბუნებრივი ამბავია მით უმეტეს როდესაც პროვოკაციას გიწყობენ. კონკრეტულ მაგ შემთხვევაში ვიდექი ღერძულა ხასთან და ვესაუბრებოდი იქ ჩამოსული იყო სხვადასხვა ქალაქებიდან აქტივისტები და სხვა ქუთაისიდან ჩამოსულ ჩემს ერთ-ერთ თანამებრძოლს ვესაუბრებოდი. შევამჩნიე რომ ხდებოდა ხალხის მოტაცება, როგორც აი ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა, ზევიდან გასცემენ ბრძანებას, კონკრეტულად ერთი ადამიანი უნდა აიყვანონ და რა მნიშვნელობა ის ადამიანი აპროტესტებს, არ აპროტესტებს, არღვევს კანონს, არ არღვევს, გამოვარდება გედედეს რაღაცა მარბიელი რაზმი და უცებ შექმნიან ჩოჩქოლს და კონკრეტულად სახელობით დაავლებენ ხელს ერთ კონკრეტულ ადამიანს და გაიტაცებენ და ასევე თუ ვინმე მოყვათ ხელში, იმასაც მიაყოლებენ. და აკავებდნენ ზური კონჯარიას, რომელიც არის ჩვენი აქტივისტი ბათუმელი, ძალიან ესეთი ძვირფასი დასაფასებელი ადამიანი, იმიტომ რომ ის არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, არის დევნილი რუსების გამო და მე რატომღაც მანამდე რაღაც ქვენაგრძნობით მეგონა რომ პოლიციელები შეიძლება კონკრეტულად აქტივისტების მიმართ რაღაცა აგრესიით გამოირჩევიან, მაგრამ მეგონა რომ მათ უყვართ ქვეყანა და იმიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ასევე მეგონა რომ ისინი არიან პოტენციურად ასე მეგონა რომ გედედეს ხალხი აგვისტოს ომი უნდა ახსოვდეთ, ან მინიმუმ რაღაცას უნდა ნიშნავდეს მათთვის, რაღაც წმინდა უნდა იყოს და მივედი ვიდეო კადრიც მაქვს უწყვეტი საერთოდ აბსოლუტურად მშვიდი მდგომარეობიდან მოვწყდი ადგილს, მივედი ხელება აწეული და სამჯერ შევძახი. აი სამად სამი ფრაზა რაც ჩემ პირიდან გაისმა იყო, ნუაკავებთ ვეტერანია, ბიჭებო აფხაზეთის ომის ვეტერანია, დევნილი და ვეტერანია. აი ეს იყო სამი ფრაზა რომელიც მე შევძახე რომ არ დაეკავებინათ ეს ვეტერანი და რა თქმა უნდა მეც ჩავერთე რომ არ გვინდა რომ გაგვეტანა ეს კაცი, იმიტომ რომ ღირსების საკითხი იყო რომ ერთხელ დევნილი თავისი ქალაქიდან მეორეჯერ გაეტაცებინათ კიდე რუსების გამო ბათუმში ჩამოსული თავშეფარებული ღირსეული კაცი მებრძოლი. ამ დროს მე ჩამავლეს ხელი და უშვერი სიტყვები ჩვენ ხო არ ახარ ვეტერანი, შენი დედაც შემithრიეს რაღაცა ამ ჯაჭვში, საკმაოდ მოშორებით ვიყავი ბარიკადებიდან და შემithრიეს გადამიყვანეს უკან, აი პატარა ქვაფენილი იყო და ქვაფენილის მერე ველობილიკი და აი ველობილიკის უკან გაზონთან ქვაფენილზე ისევ საკმაოდ მოშორებით აი ამ ხალხისგან და ამ ეპიცენტრისგან სადაც დაკავებები გრძელდებოდა, გზაშიც მირტყამდნენ და მაგინებდნენ, თუმცა ზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ აქცენტზე ძალიან კარგად ვარჩევ ხოლმე რა, რომელი ქალაქიდან არის ადამიანი და იყო ზუგდიდის და ქუთაისის გედედეს ხალხი, რომლებიც მაგინებდნენ და მირტყამდნენ სანამ ადგილზე მიმიყვანდნენ დაახლოებით 20 მეტრი. შემდეგ აი ესე დამაგდეს ქვაფენილზე, აი დამაგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ხელები გაკავებული მქონდა, ხელებზე ხამუტი გადამიჭირეს პლასტმასის ძალიან ესე მწარეთ, ზურგზე ხელგადაჭერილი დამაგდეს აი ამ ქვაფენილზე და დამიწყეს რაღაცა ესეთი დამამცირებელი შეძახილებით შემკობა. ერთი დამადგა გედედეს თანამშრომელი ფეხებზე, ანუ აი ეს ჩექმებით დამადგა ფეხებზე დაწოლილს, მეორე ფეხს მაჭერდა ამ იმაზე რა ქვია შებორკილ ხელებზე და ორს ჰქონდა აქედან კიდე ბეჭებზე, აი რაღაცა პაბლო ესკობარივით ვიყავი, გეგონებოდა რომ რაღაცა ის ვიყავი, ტერორისტი ვიყავი. თავზეს ჰქონდა დადებული ისა რა ქვია ფეხი. თავზე კი ისე ყველგან ფიზიკურად შეიძლება ითქვას რომ ადგილი არ ქონდა სადაც არ მაკავებდნენ რაღაცა ესე ვიყავი გათოკილი და ამ დროს ნუ ესმოდა რა თქმა უნდა ეგ სხვა აქტივისტების მიმართაც უხამსი და შეურაცხყოფელი ყურით გაუგონარი სიტყვები მათ შორის გარდაცვლილი მშობლების მიმართ, როდესაც ერთ-ერთი ხვეწებოდა რომ დედა მკვდარი მყავს და რაც გინდა ის მქენიყო დედაზე ნუმაგინებო, დედის საფლავის მისამართითაც და ასე შემდეგ. ამ დროს როდესაც მე ესე ვაგდივარ, მოვიდა ვიღაც მოგვიახლოვდა მე რა თქმა უნდა ვერ ვიხედები ზევი თავი დაკრული ვარ ამ ქვაფენილზე და რომ მოგვიახლოვდა და თავი ამაწევინეს ვიცანი ირაკლი დგებოაძე
ეს ვინ არის იკითხა და თავი ამაწევინეს, ანუ ფეხი აიღეს ჩემიდან, თავიდან და თავი ესე ხელით თავი ამაწევინეს და ვიცანი რაგლით გებუაძე. ჩვეულებრივი დაბალი რანგის პოლიციელი მეგონა ასაკიდან გამომდინარე და ეს ბიჭი რომ დავინახე და აი ეს ზუგდიდის და ქუთაისის გედედე რომ მირტყამდა, მე რაღაცნაირად შინაგანი მქონდა განცდა, რომ აი ეს მაინც არის ნაცნობი ამანიცის რომ მე არა ვარ ესეთი ტერორისტულად დასაკავებელი კაცი და მეგონა რომ ეს მინიმუმ რაღაცნაირად რახან ადგილობრივია ამ ქალაქში მუშაობს. ან მინიმუმ რაღაცა შეამსუბუქებდა ამ ჩემს ზეწოლას, ან იტყოდა რომ დააკავეთ, გადაიყვანეთ, არ ვიცი. და როგორც კი ამაწევინეს თავი და მიჩნო, ეს ვიცი ამის დედა და პირდაპირ გამოაქანა ფეხი და თვალბურდის არეში მომარტყა წიხლი. შემდეგ თვითონ გედედეს ხალხი რასაკეთებს სახეში, აი ზუსტად ესე სახე რასაკეთებს სახეში, გააკავეს, ოღონდ მე არასოდეს არ დამავიწყდება მისი მანიაკალური გავეშებული, გაცხოველებული სახე იმ მომენტში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომელთანაც მას მანამდე პოზიტიური იმიჯი ჰქონდა და ესეთი პოლიციელი გმირია, TikTok ესა რა ქვია, კადიროვის ჩინური ვერსია TikTok მებრძოლის იმიჯი ჰქონდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ ეგებ დგებუაძე არ იყო, ეგებ გეშლება, ეგებ რაღაცა შეგეშალა, მაგრამ შესაძლებელია ყველაფერი დაუშვა ადამიანური შეცდომის ფარგლებში ადამიანმა, მაგრამ მე ცხოვრებაში არ დამავიწყდება დგებუაძის ის სახე, რომელიც ჩემი აზრით იყო მისი ნამდვილი სახე. აი იმ მომენტში მას უკვე მეფარებოდა ირგვლივ ალყაში ვიყავი ფაქტიურად ამ პოლიციელების და ჰქონდა აბსოლუტურად კარტ ბლანში ჩემთან მიმართებაში. შესაბამისად, ის იყო ნამდვილი ირაკლი დგებუაძე, რაც არის შინაგანად ის მოწოდებით. შესაბამისად, შემდეგ როცა გამიყვანეს და ისევ გაიყვანეს, ეს გაარიდეს და უბრალოდ გაწიეს ოდნავ გვერდით, რომ შეუშალეს ხელი მეორეჯერ მოიქნია, თორემ მეორეჯერაც მომიქნია ფეხი სახეში. შემდეგ გვერდიდან ფეხზე, წელზე მირტყამდა წიხლებს. ჩემი აზრით ირაკლი დგებუაძე უკვე, იმიტომ რომ თქვა თავი საპირისპირო მხარეს ჰქონდა შეტრიალებული და თავზეც ასევე მედო ჩექმა. ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკან, ესეც დგებუაძემ უთხრა ერთ-ერთ დაკავებულს ჩემამდე, ჩემს გვერდით, ჩემს შემდეგ. ესეც და კიდე სხვა შემამკობელი ისეთი ეს ჰქონდა, რა ქვია, დიალოგები. მეერეც გაგრძელდა ჩემი წამება, შემდეგ იყო ავტომობილში ჩავქსვეს და გადავყავდით განყოფილებაში, სადაც შემხვდა პოლიციელი გიორგი კვესიაშვილი, რომელიც შემდეგ არ შემხვედრია. ეს კაცი ჩემს გადაყვანას ან ბადრაგირებას ხელმძღვანელობდა, საჭესთან იჯდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენებდა, მე ვერ გავიმეორებ რა თქმა უნდა იმ სიტყვებს, ევროპას, ჩვენ თვლიდა როგორც მხარეებს, რომანტიზებას ახდენდა ასლან აბაშიძის პერიოდის, რომ რა კარგი იყო, როცა ასლანის დროს თქვენ ვერ ბლატაობდით, როცა რუსები ჩამოდიოდნენ და სიამტკბილობაში ვიყავით რუსებთან და ასე შემდეგ. და მე უთხარი მას, რომ მე მახსოვს ზუსტად ასლან აბაშიძის რეჟიმის პოლიციელებიც, მახსოვს მიშას პერიოდიც, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ასლანის დროს პატარა ვიყავი, მაგრამ აქციებზე ვიდექი, წინა ხელისუფლების დროსაც მე ვიდექი სიმართლის მხარეს, ახლაც გავარ სიმართლის მხარეს, მახსოვს სამი მონელებული ხელისუფლება და მე ვუთხარი, რომ ამ ხელისუფლებასაც მოინელებენ და შენ აუცილებლად რაღაც დადგება დრო და ჩაგხედავ თვალებში და მელაპარაკებოდა უკიდურესად ამომცირებელი სიტყვებით და მე რა თქმა უნდა ძალიან ესე ზრდილობიანად, მაგრამ არგუმენტირებულად ვცდილობდი, რომ მისთვის მიმეჩინა სათანადო ადგილი. მე ვუთხარი, რომ არაკაცური იყო, როდესაც დაპატიმრებული და ნაცემი ადამიანი გადაგყავს და რაღაცა ქურდული გონორით, ჟარგონებით ებლატავები. ოღონდ ეს ბათუმელი პოლიციელები მე არა, მაგრამ ასე ჩამოსულ აქტივისტებს ანალოგურად ვისაც არისნობდნენ, იმათაც დასცინოდნენ ბექა გრიგორიადის პირი ქონდა მახსოვს ამოკერილი, ასევე ხარჩილავა გახდათ სუდად და კაიხანი წყლის დალევის საშუალებას არ აძლევდნენ. ეხვეწებოდა რომ ცოტათი მაინც შემიხსენით ეს ხელბორკილი, ასევე თორნიკე კვერენჭხილაძესაც აი ის გაჩერებამდე ქონდა გადაჭერილი ეს ხელბორკილები და კარგახანი არ შეუხსნეს, სანამ არ მიიღეს ინსტრუქცია და ასე შემდეგ. თუმცა ამაზე მეტად ერთი ფაქტი, რომელიც აქამდე არ მომიყოლია და ამას დაადასტურებს ყველა დაკავებული, ვინც ჩემთან ერთად გადმოიყვანეს ზუგდიდიდან, სენაკიდან, მათ შორის თორნიკე კვერენჭხილაძე, გიორგი გველესიანი დაადასტურებენ ამ ამბავს. როდესაც გადმოყავდით ჩვენ, ვერ მოახერხეს რომ სასამართლო პროცესებისთვის, ანუ მან უნდათ დროულად ჩამოსულიყავთ, ვადა იწურებოდა წინასწარი დაკავების და ძალიან სწრაფად მოდიოდა, აი უაზროდ სწრაფად მოდიოდა ავტომობილის ბრძოლი, თვითონ პოლიციელები აძლევდნენ, ბადრაგი აძლევდა შენიშვნას. და აი საშინლად სწრაფად მოდიოდა, გვირაბთან შემოსასვლელამდე გაუჩნდა მანქანას ცეცხლი. კვამლი აუვიდა, არ ვიცი ცეცხლი გაუჩნდა თუ რაღაც.
და ჩვენ მანქანაში ხელბორკილებს შეხსნილები ვიყავით, სასწრაფოდ დაგვადეს ხელბორკილები, გადახტნენ მანქანიდან, ჩვენ დავტოვეს მანქანაში, ჩავკეტეს და ცდილობდნენ რომ აღმოეპყრათ ის უწესივრობა, რაც მანქანას ჰქონდა, რომელსაც ადგილოდა ცეცხლი, კვამლი, ძრა, აი გაფუჭდა ის მანქანა, იმით მე ვეღარ გადმოგვიყვანეს. და ანუ სუნიც დადგა, დამწური სუნი და გარეთ გადასული ერთ ბესარიონი იყო ქობულეთელი ასაკიანი პოლიციელი, ძველი კრიმპოლელი, ძველი გამოცდილი ოპერი, პირჯვარს იწერდა მახსოვს რომ ღმერთო რას გადავრჩითო და ამას უბრალოდ ჩვენ შეგით ვიყავით, გადარჩენილებს ერთად არ ვიყავით, როდესაც კი ფაქტურად გაგვწირეს, როდესაც მე ვიცი რომ აი გარ დაუწერელი კანონი და დაწერილიც არის რომ ხანძრის და ასეთ შემთხვევაში ისინი ვალდებულები არიან საერთოდ გაუშვან კიდეც კი ანუ გაქცევის საფრთხეც რო იყოს ვალდებული არიან რომ ადამიანის სიცოცხლე არის უპირატესი და ეს მათი მიზეზით წარმოქმნილი პრობლემა იყო და ფაქტურად პირჯვარს იწერდნენ და შემდეგ რაღაცნაირად ეს რაღაცა კაპოტი ახადეს თან ეშინოდათ რომ რაღაცა არაფეთქდეს მანქანა თუ რაღაც და შემდეგ უკვე გადაგვანაწილეს საპატრულო ეკიპაჟებში რომლებიც ახლომახლოს იყო ჩაქვში ასე შემდეგ და საპატრულო ეკიპაჟების მანქანებით გამოგვიშვეს ბათუმში მე როდესაც დამმაგავეს და მომინახულა იქ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსპექტორმა რომ პოლიციის მაღალ ჩინოსანს ვადებდი ხელს იქ ჩამომართვეს ჩვენება ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს ექიმის დათვალიერების წინასწარი დროებით მოთავსების იზოლატორში სენაკში რომ ნამდვილად ქონდა დაზიანებები და რომ ნამდვილად შეესაბამება დაზიანებები ჩემს მიერ აღწერილ ძალადობის შესაძლო ფაქტს ანუ ესეც რომ რასაც ვამბობდი იმის შესაბამის ადგილებზე მქონდა დაზიანებები შესაბამისად მე იქ რა თქმა უნდა მე არ ვიცოდი როგორც თქვი ირაკლი გებუაძე ესე დამაკავეს გადამოყვანს სახელი გვარით ამდობა არ ვიცოდი და მე უთხარი რომ მე შემიძლია ამოვიცნო მე ახლა შემიძლია მოგიყვეთ რა მოხდა ოღონდ როგორც კი გამომიშვებენ მარტივად შემიძლია ამოვიცნო ფოტოთიც აი ძალიან ბევრ აქციაზე ყოფილა ის ადამიანი და მარტივად შემიძლია ამოვიცნო თუმცა ამის შემდეგ ერთადერთხელ დამიბარეს საგამოძიებო სამსახურში 6 საათი მე და ჩემი ადვოკატი გვაყურყუტეს მაგრამ არ გამომკითხეს ანუ მათ უკვე იცოდნენ რომ ინტერვიუები როცა ამოვიცანი და მივეცი და საჯაროდ დავდე ბრალ ირაკლი გებუაძეს მათ უკვე იცოდნენ რომ მე ირაკლი გებუაძეს ვდებდი ბრალს მაგრამ მას შემდეგ მე არ გამოუკითხი ვარ ანუ არც ამ მანქანის ხანძრის ეპიზოდზე იმიტომ რომ ეს მერე მოხდა საგამოძიებო სამსახურის შემდეგ და არც ირაკლი გებუაძის მხრიდან ძალადობაზე მე არ გამოუკითხი ვარ იმიტომ რომ არ უნდათ რომ დასახელებულიყო ირაკლი გებუაძე შესაბამისად ეს საქმე არის გაჩერებული ვერც დახურული იქნება ვერც შეწყვეტილი იქნება იმიტომ რომ ფიზიკურად არ მომხდარა რაღაცა ჩემი და გამომძიებლის კომუნიკაცია რომ არსებობდეს პრეცედენტი რომ ოდესმე საქართველოში 20 ივნისიდან დღემდე თუნდაც ერთი პოლიციელი დაისაჯა ძალის გადამეტების ან თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო მე მაშინ რა თქმა უნდა დიდი იმედით და მოტივაციით შეუდგებოდი ამ ბრძოლას მაგრამ მე ამისი იმედი რა თქმა უნდა არა მაქვს ამ ხელისუფლების პირობებში თუმცა ეს არის დანაშაული რომელსაც არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა მე მათსავით ვერ შემდგარი ძველი ბიჭი არა ვარ მე ვარ იურისტი მე კანონებს ვცემ პატივს მე ვცემ ამ ქვეყნის კანონმდებლობას პატივს და მინდა რომ ყველაფერი იყოს კანონიერად თუნდაც გვიან ჭამოსამართალმა პური, მაგრამ აუცილებლად მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე. არა იმიტომ, რომ მე ვინმეზე დიდი ტკივილი მომაყენეს, ან რაიმეს განსაკუთრებულად ან სასტიკად ვიყავი, თქვათ ნაცემი, როგორც ამ აქციებზე გამოიჩინეს სისასტიკე და რაღაცა წარმოუდგენელი ძალადობა. არა, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან. უბრალოდ ჩემთან ამდენი მოახერხეს, მაგრამ ხვალდაზე გამათ რომ მიეცეთ კარტბლანში და შესაძლებლობა, ესენ თავისუფლად გამოჭრიან ადამიანს ხელს, აწამებენ, გადააგდებენ. იმიტომ რომ მათ სახეებში, მათ პათოსში, მათ დამოკიდებულებაში იყო ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და არც ერთის მხრიდან ოდნავ მაინც სინანული ან თანაგრძნობა ან თუნდაც დაშვება იმისი რომ შესაძლებელია შენ სხვა მხარეს დგახარ მაგრამ შენ თუნდაც შენი სიმართლე გაკარგეთაყმებოდეს მაგრამ შენ გიტოვებდეს განსხვავებული აზრის უფლებას არა ესენი არიან ჩვეულებრივად მოძალადეები პოლიციაში ამ წუთში ძირითადი ნაწილი ვინც არის დარჩენილი ვინც ფრონტზე დგას ეხლა და ცდილობენ თავის გამოჩენას ესენი არიან ადამიანები რომლებიც ადრე როგორც ჩანს ალბათ წარმატებით იქნებოდნენ მხედრიონელები, მანამდე ალბათ წარმატებით იქნებოდნენ ჩეკისტები, უბრალოდ ამ ეპოქაში გაჩნდნენ და არიან ხარებას და გომელაურის ზონდერები. სხვა შემთხვევაში ალბათ გირგვლიანსაც აწამებდნენ ისინი შესაძლებლობა რომ ისცემოდათ. არამედ თუ არის მოძალადე და მწამებელი, მას სჭირდება კონკრეტული შემთხვევა და ძალაუფლება ამისთვის, შესაძლებლობა და დაუსჯელობის განცდა ამისთვის და ის აუცილებლად თავის მანიაკალურ ვნებებს დაიკმაყოფილებს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, ჩემი შეფასება ამ პოლიციელების, მოძალადე პოლიციელების მიმართ. ამიტომ ასეთი ადამიანები, როდესაც გრძელვადიანად რჩებიან თანამდებობაზე, ეს არის საშიში
არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ დე-ფაქტო ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც არაფერში არ ჭირდება ეხლა თვით ინიციატივით გამწარებული და გაღიზიანებული ხალხის მასის ზრდა. მე მინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადო მზია ამაღლობელს, იმიტომ რომ ბევრმა თქვა ეს აქციაზე და გულწრფელად თქვა, რომ მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ბევრს ჰქონდა ეს სურვილი თუ განცდა, რომ პასუხი გაგვეცა მისთვის ღირსეული იმ ადამიანისთვის, რომელიც უშვერად გვაგინებდა აქციის მონაწილეებს და გვიწევდა. მე შიგნით არ ვიცი რა მოხდა და რა ძალადობის კორიანტელი დაატრიალა ირაკლი დგებუაძემ, თუმცა რახან ნანახი მაქვს შიგნით რა ხდება ხოლმე განყოფილებაში წარმომიდგენია და დარწმუნებული ვარ რომ ყარად ვარ დარწმუნებული რომ ირაკლი დგებუაძე მას ძალიან ისეთ სუსტ და ფსიქოლოგიურად კივნეულ წერტილებში შეიძლება ურტყამდა შეიძლება და მე ფიზიკურად არ შეგეხოს მაგრამ მორალურად გამოგიყვანოს წყობიდან გარდა ამისა სულაც რო შენ არ შეგეხოს როდესაც ადამიანი ჰუმანური ხარ და ხედავს სხვებს როგორ ამცირებენ ეს შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი რომ სამართლიანობის აღდგენა მოისურვო ადამიანმა და ჩემი აზრით საქართველოს სილა გააწნა მზია ამაღლობელმა რუს პოლიციელს ეს იყო ღირსების სილა ეს იყო ყველა ჩვენგანის გასაკეთებელი და სამწუხაროდ მხოლოდ მას იყო იმ მომენტში გამბედაობა რომ ეს გაეკეთებინა მიუხედავად იმისა რომ ძალადობის რაღაცა მომხრე არა ვარ ეს არ არის ძალადობა ეს არის პასუხი ეს იყო გაღიზიანებაზე შეურაცხყოფაზე დამცირებაზე ღირსეული ქალის ღირსეული ქართველი მებრძოლი აქტივისტის პასუხი და მე მას სოლიდარობას ვუცხადებ და საერთოდ არ მიმაჩნია რომ ნორმალურ ხელისუფლებაში ამის გამო უნდა ისჯებოდეს ადამიანი მით უმეტეს ასე როგორც მას უპირებენ ეხაც დემონსტრაციულად დასჯას